დიახინგა სასამართლო პროცესი დაიხურა, შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდების სრულად გაიზიარა საქაოქო სასამართლოს მოსამართლემ ევა ბარბაქაძემ და შესაბამისად ჩვენ მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები უკვე არიან საქაოქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა იმას, რომ ამ საქმეში არსებობდა ისეთი საქმის მასალები, რომელიც იყო სახელმწიფო საიდუმლოება, ამ საქმეში მონაწილეობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები და შესაბამისად სახელმწიფო ბრალდება თვლიდა საჭიროდ, რომ პროცესი ყოფილიყო დახურული, თუმცა განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ელისო კილაძეს, რომელიც ამბობდა და ითხოვდა, რომ მისი სასამართლო პროცესი ყოფილიყო ღია, რადგან ძალიან ბევრი ჰქონდა სალაპარაკო ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც დანაშაულებს ჩადიან, ის ამბობს, რომ აპირებს ყველა იმ პირის მხილებას, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს ინფორმაცია და ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა ის არის დაკავებული, არის სწორედ ის, რომ ის აპირებდა იმ მაღალჩინოსნების მხილებას, რომლებიც უკვე წლებია ჩადიან დანაშაულს და ასახელებს პირს, რომლის დაკვეთითაც დააკავეს. ის ამბობს ჟურნალისტი, რომ დაკვეთა სწორედ მამუკა მდინარაძემ განახორციელა, მან შეუკვეთა ელისო კილაძის დაკავება, რის შემდეგადაც უკვე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს ბრძანება, რომ ელისო კილაძისთვის ხელბორტილები დაედოთ. მაყურებელმა კარგად ნახა დაკავების კადრები, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს ელისო კილაძეს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ელისო კილაძის ძმა ესწრებოდა, რომელიც ახლა არის ჩვენთან ერთად. ის გააკეთებს პირველ სატელევიზიო კომენტარს სწორედ იმ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. ბატონო გოჩა, საღამომშვიდობის პირველ რიგში დავიწყოთ სწორედ იმ სპეცოპერაციით, რომელიც ჩატარდა თქვენს საცხოვრებელ სახლში და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს ქალბატონი ელისო. გვითხარით პირველ რიგში, როდის გამოჩნდნენ თქვენთან, თუ განუმარტეს მას დაკავების მოტივი რა იყო და რეალურად რა მოხდა თქვენ საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეს გამომძიებლებმა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გამარჯობათ. დილა დაიწყო ჩვეულებრივად სამუშაო რეჟიმით, ელისო მიდიოდა სასამართლო პროცესზე, ეგრეთ წოდებულ გახმაურებულ სასამართლო პროცესზე, მიქაძეების და ჯანგველაძის ძმის მკვლელობის საქმეზე. ჩვეულებრივად ჩამოვაცილე ქვევით, მძღოლი იყო მოსული, დაურეკა რომ ჩამოდგელოდებიო. კარფურში ერთი წამით შეირბინა, გამოვედი, ჩამოვედი ტკიბეებზე, სრულიად მოულოდნელად ველოდებოდით, რომ მძღოლი მანქანას მოაყენებდა და მანქანაში გადაჯდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტობრივად თავს დაგვეცხნენ. გადმოვიდნენ სამართალთან დამცავები შავ ფორმაში გაურკვეველი ფორმის, სანამ მასზე მოვიდოდით რა. პროკურატურის წარმომადგენლები როგორც თავად გაგვიმარტეს და ფაქტიურად ამის მერე პროცესს მე ჩამხსნეს რა. დავცილდი ჩვენ ერთმანეთს და დისტანციურად მერე კადრები ნახა მაყურებელმა, რომ დისტანციურად ველაპარაკებით ერთმანეთს. ფაქტიურად დააკავეს და დაკავების შემდეგ მერე სახლში ადარეს ჩხრეკა რა. 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. რა მოიღეს თქვენი საცხოვრებელი? 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. მოვითხოვე ადვოკატის გარეშე, რომ საცხოვრებელ ფარჩი ვერ შეგიშვებდით, გაითვალისწინეს, მინდა აღნიშნო, მოვიდა ადვოკატი. შევედით სახლში, მე მათ განუმარტე, რომ ძალიან ბლომად ხართ მოსულები, მაგრამ 1-20 კაცს დაიმატეთ, 780 კვადრატულია ფართი, ფული ალბათ 1-5 მილიონი იქნება, ოქროს ზოდები, ბრილიანტები, ალმასები, ბიტკოინები და ასე შემდეგ და ხალხი არ გეყოფოდათ. გავაღეკარები, აღმოჩნდით ელისო კილაძის საცხოვრებელი ფარჩი, რომელიც წარმოადგენს ალბათ 80 კვადრატს ორი საძინებლით. და 6 საათის განმავლობაში ძალიან გულმოდგინეთ ყოველი კუთხის და ყოველი ადგილის გადმოლაგებით იქნა გაჩეკილი სახლი. არც ოქროს ზოდები დახვდათ, არც ბრილიანტები, არც ბიტკოინები, არც ციხესიმაგრე, ორი რაღაც მეხსიერების ბარათი, რომელიც ედო საძინებელთან, ერთი პარფიუმერის მაგიდასთან, რაღაც ტელეფონი, კომპიუტერი, რომელსაც ხმარობდა გაზეთის თანამშრომლებთან საკომუნიკაციო და რომელშიც ხანდახან YouTube-ში რაღაცებს მე და ელისო ერთმანეთთან უყურებდით რა. მინდა აღნიშნო, რომ თავადაც ვერ დამალეს გაოცება, რასაც ელოდნენ და რაც მათი კოლეგების სახლებში აღმოაჩინეს, ყველამ ნახა და კონკრეტისგან თავ შევიკავებ, დავხვდათ ის, რასაც არ ელოდნენ. ამოიღეს $30,000 ოჯახის თანხა, რომელიც იყო ჩემი დის ოჯახის თანხა და
მე თავში მითხრესო თუ იციო თანხა სეიფები ეძებდნენ სეიფებს რამოდენიებიჯენ მკითხე სად არის სეიფები სად არის სამალავები ბიჭო მეთქი გაოცებული უყურებდი შეგიძლიათ შევთავაზე რომ შეგიძლიათ მოიტანოთ სკანერი ლაზერი ნუ რაც არის რა ტექნიკური საშუალებები რომლებიც ამ ყველაფერს აღმოაჩენს ან გქონდათ იმედი რომ ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში დიდი ფული იმალებოდა მათ შორის ოქროს ზოდები რომელზეც თქვენ საუბრობთ მე არა მე და ჩემი და ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი ვართ ერთმანეთის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჯერ მის უდანაშაულობაში ეს ერთი და მე მეორე რომ ჩემი დისახში რო დევს $100 ასე ვიტყვი რა განმარტებით ის $100 არის 5 ოჯახის საჭმელის ფული და იმიზევით კიდე თუ რამე დევს საკუთარი თანამშრომლების მისი პროფესიული საქმიანობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა აქ მე ტრაგედიას ვერ ხედავ არ არის ეს თანხა ის თანხა რომელიც წარმოადგენდეს რაღაც კატასტროფას რა მით უმეტეს ბოდიში დავამატებ მისი მეუღლე ფერმერული საქმიანობითაა დაკავშირებული მანქანა გაყიდა რაღაც თანხა ელისოსთან ინახებოდა და თვითონაც განუმარტა სამართან დამცავებს რომ ამ თანხაში დიდი ნაწილი თუ თლაც სრულად არა არის ჩემი პირადი თანხა რომელიც ჩემი ფერმერული საქმიანობისთვის მოიხმარება რა ასე რომ ვთქვა. ბატონო კოჩა, ბრალთან დაკავშირებით უნდა კითხოთ. სახელმწიფო ბრალდება ამბობს რომ ქალბატონი ელისო ფულის გათეთრებაში მყოფ მოქალაქეებს ეხმარებოდა ის სხვადასხვა კოლ-ცენტრებს ესე ვთქვათ თანამშრომლობდა მათთან და ძალიან ბევრს საუბრობს სახელმწიფო ბრალდება ამასთან დაკავშირებით. თუმცა რა მტკიცებულებები დევს ჯერჯერობით არ ვიცით ამ საქმეში, თქვენ რა იცით ამასთან დაკავშირებით, თქვენ თუ ეთანხმებით იმ ბრალდებას რასაც გამორიცხულია აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მე ჩემი უდანაშაულობაში იმ შენობაში რომელიც შენობაზეც არის ლაპარაკი მხოლოდ საცხოვრებელი იმ შენობის სახურავი იყო საერთო მე ელისო მესამე სართულზე საქმიანი თავის ჟურნალისტ საქმიანობას თავის გაზეთი მესამე სართულზე იყო განთავსებული და სადღაც მე-11 მე-12 სართულზე თუ რამე ისეთი იყო რატო უნდა ცოდნოდა ელისო კილაძეს ვერ გავიგე რა და ჯერ თუ იყო სად არის მასალა სად არის ეს კოლ-ცენტრები სად არის ოფისები кейსები რაღაც ამოღებული ჩიპები ტელეფონები და რა ვიცი ფაქტები რაც ამას დაადასტურებს ყველაფერს ახლა რამოდენიმე ნაძიერალამ ჩვენება მიცა მასე რაღაც არ ჯდება რა ეს ერთი და შემდეგ მეორე ქალი რომელმაც ფაქტიურად შიშველი ხელებით რკინის კანავლები ჩაიცოდა პირველმა ამხილა ეს კოლ-ცენტრები და ეს უბედურება რომელიც საუბედუროდ სოფლიო უბედურებას წარმოადგენს და ფაქტიურად სამართან დამცავებს ფოდნოსით მიართვა გახსნილი საქმე უბრალო რეაგირება იყო საჭირო და დღემდე არც ერთ დამნაშავედ დაჟილი არ არის მე უბრალოდ დავამატებ რომ ელისო კილაძე დაისაჯა ამისთვის რომ ეს გამოაშ სააშკარაოზე გამოიტანა ერთ-ერთი ძალიან მოკლე დროს შევაჯამოთ გრიგოლ ლილუაშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან კავშირებზე საუბრობს სახელმწიფო ბრალდება თქვენ თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ქალბატონ ელისოს ოდესმე თუ ქონია ამ ადამიანებთან რაიმე სახის კომუნიკაცია მე და ჩემს დას ძალიან ბევრ რამეზე გვისაუბრია მიუხედავად იმისა რომ მე მის პროფესიულ საქმიანობაში არ ვერევი მისი კოლეგების დამეთანხმებიან მაგრამ რო როდესაც ჩამოდიოდი თბილისში და ოჯახში ერთად გვიწევდა ცხოვრება ძალიან ბევრ რამეზე გვისაუბრია თავადაც განმარტავს მე შემიძლია გაგიმარტოთ რომ ამ საქმეში მონაწილე ბრალდებულებთაგან იცნობს სამს ალბათ არც ფარცხალაძეს რამოდენიმე გვარია კიდე აღარ მიმიქცევია ყურადღება და ლილუაშვილთან მით უმეტეს მას არანაირი არც კონტაქტები არც ბიზნეს ურთიერთობები არ ქონია რა დანარჩენს თვითონ განმარტავს იდეალურად რა დიდი მადლობა ელისო დღევანდელ დღეზე გეტყვით ორ სიტყვას ბარემ უცებ გეტყვით დღევანდელ დღეზე ველოდებოდით ხვალ პროცესის ჩანიშვნას ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს რაღაც უცებ რაღაც კარტ ბლანშის გათამაშება, იმიტომ რომ ერთი ადვოკატი წასული იყო პროკურატურაში მტკიცებულებების ამოსაღებად, უნდა მოსულიყო ჩვენთან და გავცნობოდით დღეს და მომზადებულიყავით ხვანდელი ღამისთვის, საღამოსთვის. ერთი ადვოკატი რუსთავში მიდიოდა ელისოს ანახავდა და რაღაც უცებ როგორც კი შეაჩეჩეს ამათ ხელში ეს მტკიცებულება წოდებული რაღაც 20 ტომი, მირეკას ადვოკატი რომ იცი უცებ ჩაინიშნა სასამართლო პროცესი რა. როგორმე შევძელით მობილიზება, მოვიყარეთ თავი და ხო ის აოცრებავ და ვეთანხმები ჩემს დას მოსამართლე ხსნის თომას დააცხადებს რომ სასამართლო გადადის დახულულ რეჟიმში. ეს გააპროტესტა ელისო კილაძემ და განმარტა და თქვა რომ ჩემი ღირსება არის ჩემი პროფესია. სხდომას ესწრებიან კოლეგები, მე თუ ვარ დამნაშავე, მე მომაკერეს იარლიკი პროკურატურამ დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა რომ საერთაშორისო სინდიკატის დანაშაულებრივი სინდიკატის რაღაც ვიღაც ბოსი ელისო კილაძე დაიჭირეს. ამ დროს იმ 4 ნაძიერალამ რომელმაც ჩვენება მიცა ელისოს წინააღმდეგ ისინი არიან გარეთ მათ შორის ბენა ანორი ეგრეთ წოდებული ებრაელი ბიზნესმენად წოდებული კრიმინალი რომელიც
ქართული ბიზნესის სახეთ იქცა ლამის, რომელსაც აქვს ალბათ მილიონები თუ უფრო მეტი მიტაცებული, ეს ტიპი დადის ქუჩაში თავისუფლად და აკავებენ ელისო კილაძეს, რომელსაც აბრალებენ მედია პარტნიორობას ამ სიბინძურესთან რა. მადლობა. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. შევესწრები გზადაგზა რაღაცნაირად ოჯახის პოზიცია. მადლობა. ელისო კილაძის ძმას უსმენდით პირდაპირ ეთერში. ეს იყო პირველი სატელევიზიო ინტერვიუ. სწორედ ელისო კილაძის ძმა ესწრებოდა იმ სპეცოპერაციას, რომელიც ჩაატარეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში და მის დაკავების მომენტსაც ესწრებოდა. თავად როგორც თავად ამბობს, დაკავების მომენტიდან ძალიან მალე განარიდეს სამართალდამცველებმა და შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა დაკავების მომენტში ელისო კილაძეს განუმარტეს თუ არა ის ბრალდება, რის გამოც აკავებდნენ მას. პროცესი არის დახურული, რასაც აპროტესტებს თავად ბრალდებული ელისო კილაძე და მისი ოჯახის წევრები, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ექნება. მადლობა ირაკლი, მოკლედ ჩვენ ველოდებით ასევე პირდაპირ ეთერში